მოგესალმებით მეგობრებო, სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. მეგობრებო, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას სწავლას და ძველი აღთმა წიგნი დაბადება, პირველი წიგნია და თავი 57. და ჩვენ ვაგრძელებთ, ვიწყებთ უბრალოდ პირველი მუხლიდან. მივიდა იოსები და ამცნო ფარაონს და უთხრა: მამაჩემი და ჩემი ძმები თავიანთი ცხვარ ზროხითა და მთელ საბადებლით ურთ ჩამოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან. აჰა, უკვე გოშენის მხარეში არიანო. წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს მეგობრებო ამ სიტყვებს, რომ იოსები ცნობა ფარაონისადმი ოჯახის ჩამოსვლის შესახებ მისი პასუხისმგებლობისა და ღვთის განგებით მოქმედების გამოვლინებაა. შემდეგი მეორე მუხლი. თქვენც მეგობრებო გადაშალეთ ბიბლია და ესე იგი თუ არის საშუალება ოჯახში ყველას გვაქვს ესე იგი წმინდა წერილი წიგნი და გააყოლეთ ესე იგი თვალი ტექსტს გააყოლეთ და უფრო კარგად გასაგები და უფრო კარგად აღიქვამთ. მეორე მუხლი. ძმების მხრიდან 5 კაცი წამოიყვანა და წარუდგინა ფარაონს. უთხრა ფარაონმა მის ძმებს: რა საქმეს მისდევთო? უთხრეს ფარაონს: მეცხვარეები გახლავართ, შენი მორჩილნი როგორც ჩვენი მამა პაპები იყვნენო. ესე იგი გრიგოლ ნაზიანზელი ამბობს, რომ ძმების გულწრფელი პასუხი, რომ ისინი მეცხვარეები არიან, მათი თავმდაბლობისა და იოსების და რჩებისადმი მორჩილების ნიშანია. შემდეგი უთხრეს ფარაონს: დგმურად მოვედით ამ ქვეყანაში. დაგვახსახლეს შენი მორჩილნი გოშენის მხარეშიო. წმინდა ავგუსტინე. ძმების ეს მოთხოვნა მეგობრებო გოშენში დასახლდნენ ღვთის განგებით ხდება, რადგან ეს ადგილი მათთვის თავშესაფარი გახდება. შემდეგი მეხუთე მუხლი. უთხრა ფარაონმა იოსებს: მამა და ძმები მოგივიდნენ. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამაშენი და შენი ძმებიე და თუ გამოძებნი მათ შორის მარჯვე კაცებს, დაუდგინე სარკლებად ჩემს საქონლეს. ხო? მოიყვანა იოსებმა თავისი მამა იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ იაკობის კურთხეობა ის დალოცვა ფარაონისადმი მისი ღვთისმოსაობისა და სულიერი ავტორიტეტის გამოვლინებაა. შემდეგი მერვე მუხლი. უთხრა ფარაონმა იაკობს. კაცრავად ცოტა ხელი მტკივა, მოდის გიხდით. უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წლის ხარ? კირილე ალექსანდრელი ამბობს, რომ ფარაონის კითხვა იაკობის სასაკის შესახებ მისი პატივისცემისა და იაკობის ესე იგი სიბრძნისადმი ინტერესის ნიშანია. უთხრა იაკობმა ფარაონს: 130 წელს ითვლის ჩემი დგმურობის ხანიო. დალოცა იაკობმა ფარაონი და გავიდა ფარაონისაგან. ესე იგი მეფე მასური ამბობს, რომ იაკობის მეორე კურთხევა ფარაონისადმი ღვთის კურთხების გადაცემის სიმბოლოა. ხო? რომელიც ეგვიპტის მმართველს ემსახურება. დაასახლა იოსებმა მამა და ძმები რამსესის მხარეში, როგორც ფარაონს ჰქონდა ნაბრძანები. გოშენისა და რამსესის მხარეში დასახლება ღვთის განგებით ხდება, რათა ისრაელიანები უსაფრთხოდ ესე იგი განვითარდნენ. ამარაგებდა იოსები მამას და ძმებს მთელს მამის სახლს პურით. წმინდა ავგუსტინე აღნიშნავს, რომ ესე იგი იოსების ზრუნვა ოჯახისადმი მისი სიყვარულისა და ღვთის ნებით მოქმედების გამოვლინებაა. პური არ იყო მთელს ქვეყანაში, რადგან გამძიმდა შიმშილობა მეტისმეტად. მთელი ვერცხლი, რაც კი ეგვიპტეში და ქანაანში იპოვებოდა, იოსებმა მოიხვეჭა, გამოილია ვერცხლი ეგვიპტეში და ქანაანში. უთხრა იოსებმა მოასხით საქონელი და მოგცემთ საქონლის ფასათო.
ანუ იოსების კირილი ალექსანდრიელი ამბობს, რომ იოსების სტრატეგია საქონელი აიღოს პურის საფასურად ეგვიპტის გადარჩენისა და ფარაონის ძალაუფლების გამტკიცების საშუალებაა. მიყავდათ იოსებთან საქონელი, მიიწურა ის წელიც, არაფერი შეგვჭა ჩვენი ბაგონის წინაშე გარდა ჩვენი თავისა და ჩვენი მიწისა. ესე იგი ეფრემასური ამბობს, რომ ხალხის სრული დანებება იოსებს წინაშე მათ სასოწარკვეთასა და ღვთის განგებით მართვას ასახავს. შემდეგი მე-19 მუხლი. შეგახსენებთ, ეს არის უკაცრავად ძველი აღთმა, დაბადება 57 თავი. და ვაგრძელებთ მე-19 მუხლიდან. გვიყიდე ბარემ ყანებიანად პურის საფასურშიო. შეუსყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონს. გადაყავდა ხალხი ქალაქებში ეგვიპტის ერთ კუთხიდან მეორე კუთხეში, მხოლოდ ქერუმთა მიწა არ უყიდია. უკაცრავად ქურუმთა. ხო ეს ქურუმთა მიწის გამონაკლისი ფარაონის სარწმუნოებრივი ტრადიციების პატივისცემასა და ღვთისნებას ემსახურება. უთხრა იოსებმა ხალხს, აჰა, ნაყიდი მყავხართ, აჰა, თესლი და დათესეთ პური. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ იოსების მითითება თესლი აიღონ ღვთის წყალობის გაგრძელება, რაც ხალხს, ესე იგი, გადარჩენის შანსს აძლევს. შემდეგი 24 მუხლი. მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცითო. უთხრეს, შენ შეგვინარჩუნე სიცოცხლე. ოქროპირი ამბობს, აქ წმინდა იოანე ოქროპირი, რომ ხალხის მადლიერება იოსებისადმი ღვთის განგებით, ესე იგი, მისი როგორც მხსნელის როლის აღიარება. ასე 26 მუხლი. ასეთი წესია დღემდე დადგენილი. დაესახლა ისრაელი ეგვიპტის ქვეყნად, მოშჩედნენ და დიდად გამრავლდნენ. იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში 17 წელი. წმინდა ავგუსტინე, იაკობის ხანგრძლივი ცხოვრება ეგვიპტეში ღვთის წყალობისა და მის ოჯახის გაერთიანების ნაყოფი არის, მეგობრებო. დაუდგა სიკვდილის ჟამი იაკობს, ნუ დამარხავ ეგვიპტეში, რომ ჩემს წინაპრებთან დავწვეო. ესე იგი, ნახეთ, იაკობის თხოვნა ეგვიპტეში არ დამარხოს მის რწმენასა და ესე იგი აღთმულ მიწასთან კავშირს გამოხატავს, ხო? და ბოლო 30 და 31 მუხლი დაგვრჩა, მეგობრებო, ნახეთ, რომ ჩემს, ესე იგი აგრძელებს ახლა იაკობი, ხო, რომ ჩემს წინაპრებთან დავწვეო. ამბროსი მედიოლანელი ასე გამარტავს, რომ იაკობის სურვილი წინაპრებთან ერთად დაემარხა ღვთის აღთმისა და მისი ხალხის ისტორიისადმი ერთგულებას აჩვენებს. და ბოლოს 31 მუხლი უთხრა იაკობმა, შემომფიცე და სასტუმალზე მიდო თავი ისრაელმა. გამარტება წმინდა გრიგოლ ნოსელის ასეთია, რომ იაკობის თხოვნა იოსების ფიცი, ესე იგი ფიცის დადოს მის ნდობისა და ღვთის ნებაზე, ესე იგი დანებების გამოვლენა, ხოლო სასტუმალზე თავის მიდება თაყვანისცემისა და ღვთისადმი მადლიერების ნიშანია. ყველა ვის მისმენდით, ღმერთმა დაგლოცოთ, შეგიწირო და გაგახაროთ. მადლობა.